მშვიდობისა მაღვიძარას ერთგულ მაყურებელს, კიდევ ერთ ცნობილ ადამიანს ვესტუმრებით დილას და ეს ამჯერად იქნება რეჟისორი და კლიპმეიკერი გიორგი ლიფონოვა. თუ ძინავს. დილა მშვიდობისა. აი გიორგი ლიფონოვა. უძალით. მადლობთ. საერთოდ ყოველდღიურად რომელ საათზე გიწევს ხოლმე გაღვიძება? არა, იმიტომ რომ სამუშაო გაქან რაღაც, აი ჩვეულებრივად. ჩვეულებრივად 10. თუ ძალიან ბევრი დალებობა მიწია წინა დღეს, შეიძლება პირველად მეძინოს, მაგრამ მე ხდება იშვიათად. ნაბახუსებს როგორ ხასიათზე იღვიძები? გააჩნია თუ ძალიან ბევრი მომივიდა. მაშინ არის სასაშინოა. ისე არაფერი კარგი. ვინ ან რა იღებს მონაწილეობა შენს გაღვიძებაში? დილით. ვინ ან არაფერი. მაღვიძარაც არა? მაღვიძარა არ მაქვს. საერთოდ ტელეფონს აქვს, მაგრამ არ ვსახმარებ. ჩემი გაღვიძება მართლა. დავუშვე თუ ავდგე 8 საათი. ყველა ადამიანს ესე ახლა. აუცილებლად 815 აკლია თავის გაღვიძება. თავისით გეღვიძება, ეს წინაღამის პროგრამდები ხოლმე? ხო, ეგრე. შენ ბევრი შენ არ ვწება? არა, მე არ ასწრებ. ხო, ესე ახლა. განსაკუთრებული თუ ხდება, იმ დღეს საერთოდ არ მძინავს ხოლმე და ისე არ მაქვს 8 საათზე და ასე შემდეგ. გიყვარს ძილი თუ არა, ის ნორმალური დამოკიდებულება მაქვს ძილთან და. ბუტოროლა, ღამე უფრო გიყვარს ცხოვრება თუ დილას? არეული მაქვს. არა, საერთოდ ყოველთვის 2-ზე ადრე არც არ მიწევს, დავწახო. 3-ზე ზოგჯერ. მაგრამ მაინც ერთ 9-10-ზე მეღვიძება. 9-ზე. ცოტა მძინავს. ეს ეხა მივხვდი. სიზმრებს თუ ნახულობ? სიზმრებს ნახულობ კი როგორ. აჰა, და საინტერესოა ერთ-ერთი კლიპის იდეა სიზმარში ხომ არ ნახე? არა, ეს მაკარტნი და არა. არა, ყოველთვის რა ვიცი, მე არ დამიფიქსირებია. შეიძლება ნახე, მე ხშირად არ მახსოვს ხოლმე რა ვნახე. ყოველთვის განწყობა მომყვება მარტო სიზმრიდან და ისე რომ რაღაცა მახსოვდეს რომ აი ეს რაღაც არათუ ყოფილი. კონკრეტული არაფერი. არა, შეიძლება რაღაცა ძალიან ჩაერია, არ ვიცი, მაგრამ არ მახსოვს. კარგი ბატონო, მაშინ მითხარი დილას რომელი კლიპის იდეა მოგსვია? არც ერთი. არც ერთის ღამე მარტო? ღამე მუშ. საერთოდ ამბობენ რომ დილით ძალიან სასარგებლოა ფიქრი და ყველაზე პროდუქტიული არის ხოლმე. ცოცხალი იდეები მოდის ხოლმე ადამიანებს, მაგრამ შენ არა? ერთ-ერთ კლიპს და ერთ-ერთ ფილმს ვერ გაიხსენებ? აი მაგალითად შენი ბოლო ნამუშევარი რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. რა? ამ კლიპის იდეა როგორც ღამე დრისი. აი რაღაცა განსაკუთრებული იდეა მაგ კლიპში არის ესეთი რომ მაგას რაღაცა ისტორია ახლავს თან რა. მე ვხვდი. აქ იქ იყო რაღაცა მოთხოვნები და აქედან შეიკრა სცენარი და ყველაფერი ღამეა რა, აი ღამე. მარტო დარჩენა და ფიქრი და რაღაც მუსიკას მოსმენა. ანუ ბუხარ. მე ყოფილვარ. ბუხარ ხარ დასკვნა აქ დღეიდან გეცოდინება რომ ბუხარ. გიორგი ლიფონოვა ბუა და ნახოთ რას აკეთებს მას მერე რაც გაიღვიძებს ხოლმე ბუდილაობით მაინც 10 საათზე. კარგით, ნახოთ. სოლაშოვის ყველაზე ხშირად ხდება ისე რომ სამსახურში მეჩქარება ხოლმე, იმიტომ რომ ადრე მივდივარ და ხშირად ვერ ვახერხებ ხოლმე იმის გაკეთებას, რაც ცეხა გავაკეთე. რაც ცეხა გავაკეთე. მოდით ხა ერთი კერძი მაქვს რომელიც ჩემს ძალიან უყვარს ვაკეთებ ხოლმე. და გავაკეთე ხო გინდა? გემრიელად ამზადებს? საერთოდ რაღაცას ვაკეთებ ხოლმე რა, ექსპერიმენტების აკეთება მიყვარს რა. ხო საერთოდ მამძლიერი სქესის წარმომადგენლებს უფრო ეხებათ ტრიალის ამზარო ტრიალი იმდენად არის გემრიელი კერძების ამზადება. ისინი რა ქვია, გადი თუ გინდა და მე გავაკეთე. აი მას გავაკეთებ შეგიძლიათ კვერცხიანი პურებს. გინდა? ჩვენს გვინდა კვერცხიანი პურები. ეს არა, მაღვიძარას მაყურებლისთვის სპეციალურად გიორგი ლიფონოვა კვერცხიანი პურებს გააკეთებს, ანუ დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ვაგზავნებ დილას გიორგისთან ერთად. მოსაკვირველია ესე არ მოცვია ხოლმე დილო. კურსებში ვარ და ზემოთ მაისური არ მოცვია ხოლმე. ეს რაიმე ორგანიზმისთვის სასარგებლო ინგრედიენტებს იყენებ თუ ჩვეულებრივად რაც გიყვარს? უბრალოდ გემრიელია დილას ასწორებს. ნუ სალეფლე მომეც რა. არც არ აქვს. ეს გული უნდა ამოუღო. გული უნდა ამოუღო. ეს გულებს იყენებ. აჰა. ეს შენ საკუთარი რეცეპტი. ეს არ არის სადღაც მაგ ტელევიზორში ვიღაცა საქართველოში. სადღაც მომეც გავაკეთე და გავამართლე.
და მას მე ამართლებთ ხო? ხო. მოდი ხა 3 წელს გავაკეთე. აჰა. ფიქრობ რომელი უნდა გამოიყენო, მარჯვენა თუ მარცხენა, მთავარი ასისტენტი. ასისტენტმა დამიტოვო. გაზიავანთეთ. ჩემი ტელეფონი მიკროს ბუდეში. აი ეს შეიძლება ხშირად აწყვეტინებე ხოლმე საუზმის მომზადებას. ხო. მოდო. არა, ვამთავრებ რა დღეს 1-2 საათში გექნება. მოგდაზარი იყო. სამსახური. როგორ ხასიათზე გაყენებ სტილიდან სამსახურიდან? კი, მე მიყვარს სამსახურის ჩემი. შენი სამსახური. ასე რომ არ მუზავს ხოლმე. ფიღებძეც. ფიღებძეც, ცოტა ხანი მოგდებით. გაცხელდეს. ეს მეთოდი იცი როდის უნდა დაახალო რაღაც რეკვერცი გადამე. ძალიან რო გაცხელდება. როგორ უნდა შეატყო, იცი? როგორ? მე საერთოდ ჩემით ვატყობ ხოლმე, მაგრამ რითი უნდა შეატყო, არ ვიცი, აი. ეხლა რა ვიცი, მეგობარმა მასალა და მის მინus ვინმე. წყალი 1 წვეთი. მივხვდი და სპატიშერის პირველად, არა ცე. ეჭი რა. ისკენ რო წაიხე. ნუ შიშქინდება მე კაჩება მე. აი, საინტერესო. თურმე მწოდნია ქვეცნობიერი და მომიტივტივი და. ეხლა გამოცდილება გაქვს შენეთქმა დილას საუზმეზე. ეს მეცოდნება კიდე სხვადასხვა მეთოდი ვიცი. კაცად. კარჩ, ეს პურები ზედზე ხო დავდით? აჰა. ცოტა ხანი შეიბრაწება. ეს შეგვიძლია დაუწიოთ. და მე ეჭვი მაქვს რომ შენ კვერცხის გულებს მოათავსებ შუაში. და ბრა მეც მაქვს მე მგონი ის გადაცემა ნანახი. ხო. ეს არ გიცდია სამაგით. და მახსოვდა. კვერცხის ხოჯერი ძალიან სასარგებლოა დილით, იმიტომ რომ ძალიან ცოტა კალორია შეიცავს, შენ არ გაწუხებს ეს პრობლემა, ალბათ. როგორ ამაწუხებს? გაწუხებს? ნუ ცოტა მეც მაწუხებს ხა, ეგეც არ არის. ამათორი. დიეტაზე ყოფილ ხარ, როდესმე? სხვაშორის ეხლა ხარ რაღაცა ცადერა და ცოტათი ძალიან აღარ შეიძლება იყო, ძალიან გასწრებული იყო. ცოტა დავიყო. ჩამოვიყარე. გამახნებელ ვარჯიშებს ხარ მიმართავ მაგას. უფრო დიეტას. ვერ მიმართავ, თორე ისე მინდა. მაგრამ ეხლა ვაპირებ რაღაცებს სულაზე. თუ მიყვარს. არც არასდროს არ ქონია ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. საერთოდ სპორტსმენი ყოველთვის ვიყავ. ყოველთვის რაღაც სპორტს მივზებდი ხოლმე. სულით სპორტსმენი თუ საერთოდ სპორტი? სულითაც და სულითაც. გადასაღებ მოედანზე თუ ვარჯიშობ ხოლმე. მაშინე? არა. არა. ეს იგივე ვარჯიში არ არის? ასაკი ეგ არის ვარჯიში. თან ძალიან მოძრავი ვარ. აი ნახე. კიდე. მიზანი მაქონდეს რომ კიტრიც კიტრი მისაყოლებს. კიტრი უბრალოდ მისაყოლებს. არა ძალიან ვარ რაღაც სწორი. მაგრამ ძალიან სწორი ვაკეთებ ხშირად, ამიტომ პროექტული რო გახდეს და მარილი. ბევრი არა გემოვნებით თანაც. ცოტა ხანში ამოტრიალდება და ეგ არის. უნდა ამოვატრიალო? ესე მე ვატრიალებ, იქ არ ვიცი როგორ იყო, მე მგონი ეგრე არის, მაგრამ მე ესე მეყურს ამოტრიალებული და შიგნით რჩება ეს თელი გული. და მე სკრები ამის. რა შეეხება ყავას? ხო, ყავა. ხო. ყავა რა მეკანა. ყავა უნდა. რა შეეხება ყავას? ხო. ანუ კოფეინს იღებს დილით? კი, აუცილებლად ვიყო, მაგრამ ხიზმებს მხოლოდ კოფეინი. უფრო გიყვარს ჩაი. ჩაიში სხვადასხვა ძალიან არის კოფეინი. ჩაიში. ეხლა რა შევაყავოს, ეს არის რაღაც ახალი აპარატი, რომელიც შემსულს აჩუქის დამატებითზე 100 თუ ისე დიდი ხნის წინ და ამით ვაკეთებ პირველად თუ მეორედ ვაკეთებ, აი ის სხვანაირად ვაკეთებ. განსაკუთრებული მომზადების წესი გაქვს თუ ჩვეულებრივ როგორც მასალას. როგორც გასწავლის მომთხოვება. არის მომთხოვება? ამაში? ხო, ამაში არის საერთოდ როგორც მასწავლეს. ეს მასწავლეს. ეს გასწავლეს. ხო, შაქარი. და მაინტერესებს თან ამპურებს რას უშვებ მე. ჩიტებს აჭმევ. ой, არ ვიცი, ჩემი ცოლი ალბათ აჭმევს. კი, რაღაც აქვს ხოლმე ეგეთი მეთოდი, ეკოკურის ხოლმე. დაფრინდი ერთ ქვეყნებში, ცი? ჩიტები ხო და ქათმის გრიპმაც გადაიარა შესაბამისა. და შოთ მე შენ ალა მინდა მოყვა? ყავა არა, მაყურებელს უნდა ყავა? მაყურებელს. არა.
რამდენი ყავის მოდუღება დაგჭირდებოდა ეხლა მაყურებელს რომ კი ეს არ გეყოფოდა ნამდვილად ცოტა ისეთ სახელი მაქვს რომ არ მაკარებენ ხოლმე ძირითადად გასხურას რესპონდენტები და ერთი-ორი ინციდენტის შემდეგ მაგალითად ყავა გადავასხი რომელსაც ახლობით განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებდნენ 2 საათის განმავლობაში აფასტუ ადამიანსაც აფასაც რა ვიცი რაც გარშემო იყო ყველაფერს ხო ეხლა რა მინდოდა მართლა ძილობით ეს მუსიკის თანხლების ქვეშ ხდება ყველაფერი შენი მტრიალი სამზარეულოში თუ მუსიკის გარეშე? აუ, ყოფილა ხშირად. ამ ბოლო დროს რაღაცა ცოტათი მუდო გავხსნა. არა, მარჯიშობს, რაღაცა ხდება მე მგონი, აზრ ძალიან მართლა ძალიან ბევრი საქმე ყოველთვის. ამ ბოლო დროს და კარგი ალბათ, არ ვიცი. შევაისახე, ჩავთქმო კარგი. ამ ბევრ დროს გართმევს მუსიკა რო ჩართო და შემდეგ უსვინო? მოდი როცა სანამ ესენი კეთდება. დაგიბრუნდებით მაგვიძარა დელემარ პირდაპირ ეთერში და ნახო რა მუსიკას უსმენს დილაობით გიორგი. არა. ხო პირდაპირ ეთერში ვიყო. მაგზელებთ მაგვიძარას და მაინტერესებს რა გემოვნება გაქვს საერთოდ ქართულ ესტრადას უსვენ? ჩემი მეგობრები ვაშატირებს ხოლმე რომ მეზობრები გაგიჟდნენ რა ვერ გაიგეს ეს ბიჭი რას უსმენს ხან ხო ყარი ხან სალომე რაიძესო ხან სტრინგსო ხან ბაკურ ბურდულსო ხან საუნდსო ხან იმას რასაც მართლა უსმენდა აი ეს როცა კლიპი გადასაღები წინასწარ ემზადები ხო სიმღერას ისმენ ალბათ ხო სახში სწორად გამოვიცადე ძალიან ბევრი ჭერ შენ როგორი რეაქცია გაქვს ამაზე არა ნაუშიკი მივიყიდე მაგისთვის არა ნაუშიკი არ შევისწრებ მე უკვე აი გამოდიოდა ეს ძირითადად ის არის რასაც უსმენთ ხოლმე I'm sorry. საერთოდ მიყვარს მუსიკა და ყოველთვის მელომანი ვიყავი, რაც ჩემი თავი მახსოვს და იმდენი არა მაქვს ესე რა. ეს მიმართულება ხო რაღაც ეს კონკრეტული. არა, რაღაცა კარგი, იმდენი რაღაც დაუგრე, იმდენი რაღაც უსმენდი ცხოვრებაში, იმდენი ჯერ შევიცვალე. ასე თქვა, ყველაფერს კარგს უსმენ. ხო. ანუ მე საერთოდ იმიტომ დაგისვა ეს კითხვა მაინტერესებდა როგორ განწყობაზე გაყენებს, ანუ გამხნევებს ან რაღაც პირიქით. შემადგენელი ნაწილი თქვა. ხო. დილის შემადგენელი ნაწილი თქვა ეს მაინტერესებს. ინდოეთში კარგი. მაგრამ ადრე ამ ბოლო დროს არა, ადრე იყო ეს დრამ. ეხლა არა მარტო დილის, ისედაც ეს სულ დაგვეწოვა მე მგონი, ხო? დაგვეწოვა. ეს ძალიან მიკურჩები თავის მე რო გავახსენ და ასეთი რა. როგორც წესი მე არასდროს არ მახსენდება ამგვარი რაღაცეები. არა, არ დამწვარა. არა. ლამაზები გამოვიდა რა? კი, ლამაზები გამოვიდა. დარჩებოდით უსაუზმოდ. ყავაც. ეხლა ყავა დავასხათ. სადებს იშვიათად მაგათი თხოვნა, მაგრამ გუშინ სწორები ყავდა და რაღაცები მაქვს. არა, ხო, ჯერ. ეს არა. არა, ჩემი ძოები რომ პირველად აგენებ. არა, მეორე ხო გითხარი გიგო. ამ აპარატს აკეთებს რაღაც მეორე. ხო, მეორე. კიდე რა ხდება დილას საინტერესო. მაინტერესებს რა ხმაურმა შეიძლება გაგაღუდოს ან რომელმა ადამიანმა დედამიწის ძურზე ცუდ ხასიათზე იყო. ხმაურისგან, ხო. მეზობლებმა თუ ძირითადად ესე არ ხდება შენაწუხები პირიქით მეზობლებს. არა, მაგუზები ხამე ეს ისეთი უბანია ჩვენ წინ. ჯერთი მოძრავი არის ძალიან მანქანები მოძრავია. სულს ყოველთვის ჩხუბია რა. მაგრამ მე მაშინ გამოვიძე, მაგრამ ეს ჩემს დილის ხასიათზე არის მოქმედებს. რაღაცები მოქმედებს, ბევრი ყოფილა რომ ძალიან სულ ხასიათზე ვიყვიძებ ხოლმე ვიქრინები ამას ვიჩხუბები. მაგრამ რატო არ ვიცი? ალბათ სიზმარი, რომელიც მე არ მახსოვს ხოლმე, აი წეგალ ოპერები. ხო, სიზმარი რომელიც არ გახსოვს. თუ ისე მეზობლები ჯიგერი მოხს. ეს გიგვაგზავნებთ მაგვიძარას. და საერთოდ
ძირითადად არა მხოლოდ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, მაგრამ ამჯერად შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს მაქვს საუბარი, დიდი საუზმეს არავინ არ მიირთმევს ხოლმე, მხოლოდ ყავს და ამით შემოიფარგლება მთელი დღე. შენ ესე არ ხარ, ხო? არა, მე თუ მაქვს საშუალება, ძირითადად ყოველთვის საუზმე. ისე ვერ გახვალ სახლიდან. მუშავია უზმოზე. კი, როგორ არა, ბევრჯერ. ხო გეუბნები, როგორც ვასწრებ ისე რა, ჩუტკას არ მაქვს. ოთუში მე მიყვარს დიდი საუზმე და ლევკად ჭამა. და ისე რომ დილას ვერ შეჭამ და და რაღაცა არ მაქვს. და თან ისიც არ მაქვს რომ არ ჭამო ისე ვერ გა. განსაკუთრებული რეცეპტი რამე ფრეშებიან, დაუშვათ რაღაც თაფლიან. არა. იგოზე არაფერი. ხო საერთოდ რაც ხელში მოხდება ყველაფერს ჭამ. ერთად კვერცხა. ნუ ეხლა რაც ხელში მოხდება ხაშვალას დილას ვერ შევჭამ ალბათ. მაყურებელს ეკითხებიან. არა, ჩვენ უკვე გითხრეს რომ არაო. ამ ბოლო დროს მოვევლინე მაყურებელს მსახიობის ამპლუაში. ხო. ეს რამოდენიმე პროფესია შეაზავა ერთად, ხო? ბოლოს რამე კონკრეტულს ხო არ მოირჩევდა ყველაფერს გაეშვებ. თუ ესე აპირებდა ექიმიც გახდე. არა, ექიმი არ გახდები არასდროს. მომღერალის. არა. თუმცა მანის ცოტათი გამოცდილება კი არა და პრაქტიკა მაქვს. პრაქტიკა გაქვს, პირველად დახმარება რო აღმოუჩინო. ექიმი არა, მომღერალი. მომღერალი? ატო ექიმი რა უნდა. სადმე და სად ექიმი. ადრე რაღაცებს პატარა რო ვიყავი თინეიჯერი, გრუპა ყავდა და რაღაცებს უკრავდი. მაგრამ ეს ამას არავის აღარ მიუძღვენდები. მსახიობობაც არ მოგეწონა? არა, კი, მომეწონა, მაგრამ რაც მინდა, არ მინდა. ჩემ პროფესია მიყვარს და გავუძლებ ჩემ პროფესიას. საკუთარ კლიპებში ძირითადად საკუთარ სახეს იყენებ ხოლმე. ხო, ცოტა კი არა. ტარანტინოს ნაფეხურებს ვიყვები, ხო? კარგია, მშვენიერი. არა, ეს შეგნებულად არ ვაკეთებ. იმიტომ რომ შენ უფრო კარგად იცი რა გჭირდება? ხო, იცი ეს რაღაცა ერთხელ იყო, როდესაც უბრალოდ არ იყო არავინ და ესეთი პერსონაჟი მინდოდა თან კონდა ეს შესაბამისი ძელითმა და ლანჟიან ტიპები რაღაც. ეს შენთვის ისოდი, მაგრამ ვერავის ვერ უხსნიდი რა. ხო, და ამიტომ ეს ბაკუბუს პირზე მაქლავარაკი, მან რაღაცა ერთხელ მეორედაც რაღაცა მაგმიზეზე. თორე ისე რომ სპეციალურად აკეთებ არა. და რაღაცა სერიალზეა საუბარი, მე მგონი სერიალის გმირი უნდა გახდე, ხო? არა ბრაზილიის, არა ქართული სერიალის. პირველი სერიალის რუსთაველზე, რომელიც ცოტა ხანში გავდგავა. ესე მოხდა რომ გადაწყვიტეს რომ მე უნდა გადამიღო ერთ-ერთ თავარ როლში. თვითონ შემოგთავაზეს. კი, ასაკურია. ეს კლიპების შემდეგ ეთყობა. ხო, რა როგორ მოხდა და ამერიკის და. გარდა ამისა, გიორგი მითამაშა მთავარი როლი გიგა აგვაძის ახალ ფილმში, რომლის პრეზენტაციაც ჯერ პრემიერაც ჯერ არ ყოფილა. უნდა იყოს მე არც. უნდა იყოს პრემიერა, კი, ველოდებით ამ დღეებში დაგირეკავთ, კი. გიგა რატო არ მეგონება თვითონ? გიგამ ჯერ თვითონ არის ის გიგამაც არის. კარგი, ესე იგი ნებისმიერ წუთს უნდა ვეგულო, ხო? ხო, მას გამორთ. შედატოზი ხომ გამიჯიქებით. არ ვიცი, რაღაც კარგად ვზივარ ეს. მე დავშლები აქ. რიპიც უყურებ? მუსიკას ვუსმენთ, აღარ ვუსმენთ. ინფორმაციას თუ ვიღებ ხოლმე, დიდიც არა მსახლიდან გახვალ. ტელევიზორიდან ან გაზეთებით 12 საათიანზე სამსახურში. მაგრამ არ გაინტერესებს რა ხდება, რაღაც აგური არ დაგეცეს, ვიღაცამ არ გესროლოს სახლიდან რო გადიხარ. ხო, რაღაც კი არა, ჩართული მაქვს და მას უსმენთ ხოლმე, ხო, მაგრამ ძირითადად ინფორმაციას ვიღებ 12-ში, ეს 12 საათზე საინფორმაციო გამოშვებაში. მაგას თუ გულისხმობ. გაზეთებით. გაზეთების კითხვა არ მეყვარს. არასდროს არ მიყვარს. არ ვიცი რა ისე პრობლემა. ჟურნალების კი, ისე ვაკეთებ. კეთრი მინდათ. არ უნდა არაფერი დაანებით ამ მაყურებს. მაყურებს არაფერი არ უნდა. ხოთი შერის ძალიან სასარგებლოა. დილას კიტრი შეგიძლიათ არ ჭამოთ. რა? და რა მე. ასვენებს თვალებს. მართლა? აი ეს.
რაღაცა ბევრი თებში მოვიტანე. და ვიცი რა. ეს ჩახელი მოვიტანე. რომ მომიშნდება შეუჭა და იქნება ამდენი ხანი უნდა გიდოთ. აბა გასინჯი რა. არ გიცდია არასოდეს? მე? არა. ესე რამდენჯერ დამღლია თვალები. და არ ვიცოდი მეგეთ. იცი რა? ეგრე შეჭამ? დანაგინა? მინდა. ნუკა დანა წამოიღე რა. რაღაც ძალიან გემრიელად გამოიყურება რა თუ მეშლები. არ ვიცი. არაფერი. ეს ჩვენი ყავა. სხვადასხვა პირველად საუზმობ ხოლმე საერთოდ ოჯახს ვხედავ პირველად რაც ამ გადაცემას ვაკეთებ, რომელიც დილით საუზმობს და ძალიან მიყვარს ავტოგრაფი შეიძლება. კი როგორ არა, მე. მისთან ესე შევჭამ, ხო? პირველი ოჯახია და დიდი მადლობა რომ ის რა ქვია, მაჭმოთ. სხვაგან არ გაჭმე. არა, მარტო ყავას მასმევენო. მარტო ყავას მასმევენ და არავინ მაჭმეს და ეჭვი მაქვს რომ ამას თქვენ ამოჭრით. გაითვალისწინეთ რომ პირიქით ეს შენი რო გიზამს ხო იცი ეგრე არავინ არ გიზამ. ესე იგი საუბრობდით იმაზე რომ ჩვენ მიაჩვია გიორგი დილას საუზმეს. ესე იგი აქამდე თუ მე ვარჯიშსაც ამახვარ გადაგაჩვია და მუსიკის მოსვენაც. ხო, ზოგადად თოვლის მოყვანა ბევრ ამის გისრულის ღონებაშია. შეიძლება. რას გიცნეს? საერთოდ. ცუდისკენ? არა ვამბობ მაგას. რა გჭირს? ცუდისკენ. დაიძაბა სიტუაცია მუსიკა, ქართულ მუსიკას აღარ უსმენ, ხო? ქართულ ესტრადას აღარ უსმენ, რაც სოლი მოიყვანა. მოსამუსმენდი, როდესმე რამე წამოთქვა. ხო თქვა უსმენდი. არასდროს აკეთებდა იმას უსმენდი. მეც ვაკეთებდი იმას უსმენდიო და რომ დაინახა რომ შენ ცუდად ვეღავე? შემდეგ დაანება თან. ესე იგი, რაიმე რჩევა ხო არ გაქვს ჩვენთვის დილით, კარგი ხასიათზე რო იყო, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა. ის არა ქვია. იცი რა, მაქვს ერთი რჩევა წეველებისთვის. თუმცა მე მაგ ამ რჩევას არ ვიცი. არ უნდა მოწიოს სიგარეტი დილას. აი დილას საკმარისი სიგარეტი მოწიო და ხასიათი და უფრის თავი არ მაქვს და მეზარება თქონდა სახელი წასვლა და რაღაც. არ ვიცი, ერთ-ერთი რაც გამახსენდა ახლა. მაგრამ მაინც ეწევი სულ. კი, სხვაში ადრე ადგომა არის მაგარი. ადრე ადგომა და საირნობა? აუ, მთელი დღე. რაც გინდა გააკეთე რა. ნუ რა სიგარეტი ხო არ ვიცი. სიგარეტი არ მოწევ, რაც გინდა გააკეთე. სირბილი დილას სუსხიც რო იყოს, რო კარგია. ეგრევე მთელი დღე მოყვა ეგ გაწყობა. ეგ არ გავდა გამოიცინა. საშუალოდ მე მგონი 7-8 საათი უნდა ეძინოს ადამიანს. ხო? ეგრე გამოდის. გამებოდავს. ხრინავს? ხრინავს? ქართულად. ჭამოდს დავიწყე თორემ. ამბობს დაიწყო ადრე არ ხრინავდა ეხლა. როგორ ევროპულად ხრინავს თუ ქართულად? ეგრე. ევროპულად. რაღაც ხომ მეკითხა. ევროპულად ხრინა არის უფრო რაღაც. ჩემი ქმარი ზღვა შორის ევროპულად. არც ბღერი იყავე? არა. არა, ეს მეკითხება. ხამე არ ვიცი შეიძლება. კარგი, იმისათვის რომ ზოგჯერ ტვინი ბოლომდე გამოფხიზა სილობით, ბევრი ცივ შხაპს იღებს ხოლმე. ხო, ცივს არა, მაგრამ შხაპს იღებ ყოველდღიურად. და მაფი. ცივს არა, არის გიცი. ცივს აფხულში კი. ერთხელ ზადე. მართლა? კი, და ჩვენ დაგვირეკე და მოვალთ და გადავიღებთ აუცილებლად. კარგი. კარგი, ესე იგი ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად დილის გატარება, ალბათ თქვენთვისაც ჩვენთან ერთად დილის გატარება, დიდი მადლობა. აუცილებლად ძალიან გემრიელი სასიამოვნო. კვერცხიანი პურები მოგვიმზადე. ბედნიერ დღეს გისურვებ, ახლა ბედნიერი დღე გექნება. რატო? არ ვიცი. მესამე ღირი სიგარეტი მოვწევ. მესამე ღირი. შინახარს. მაგრამ ბედნიერი დღე მექნება. კარგი, კარგად იყავი. ნუკა. კარგად. პაკა. აი ეს არც მაცილებენ ჩემით მივდივარ ჩემით. მოიცა მართლა მიდიხარ? ესე იგი ნასაუზმები გეტყვით, კარგად ბრძანდებოდეთ და გეტყვით რომ ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად გავატარებთ დილას. კარგად.